თუ ერთხელ მაინც მოხვდებით ბარსელონაში, შეიძლება მოგიჩვენოთ, რომ ქალაქის ზოგიერთი შენობა გრავიტაციის კანონს არ იმორჩილება. მათი ფორმები ჩვეულ არქიტექტურას არ ჰგავს. კედლები თითქოს ცოცხალია, ქვაში ნაკვეთი სილუეტები. არქიტექტურული მაქმანები, რომლებიც ბუნების ფორმებს იმეორებს. ამ უცნაური სამყაროს შემქმნელი კი ანტონიო გაუდია, ადამიანი, რომელმაც ქვა გააცოცხლა. მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც ევროპაში არქიტექტურა სიმეტრიასა და სწორ ხაზებს ემორჩილებოდა, გაუდიმ გადაწყვიტა, რომ ბუნებასთან კონკურენცია არ შეიძლებოდა. გაუდი მარტო ცხოვრობდა, ოჯახი არ ჰყავდა, არც ცოლი ჰყავდა არასდროს, არც შვილები. მთელი ცხოვრება არქიტექტურას მიუძღვნა. უფრო სწორად ბუნების კვლევას მიუძღვნა, რადგან სჯეროდა, რომ არქიტექტორმა უპირველეს ყოვლისა ბუნებას უნდა მიბაძოს და ბუნების საიდუმლო შეისწავლოს. ბუნებას კი განსაზღვრული სტილი არ აქვს, ის მუდამ ცვალებადია, ისევე როგორც შეუძლებელია გაუდის სტილი რომელიმე ერთ სტილს შეატარო. ეს ყველაფერი ისია მოდერნი, როგორც ნეობაროკო, ნეომავრიტანული სტილი, ნეოგოთიკა თუ ნეოკლასიციზმი. სწორედ ეს ყველაფერია ანტონიო გაუდი. მისი ყველაზე დიდი ოცნება იყო ტაძარი, რომელიც დედამიწაზე არსებულ არც ერთ სხვა ნაგებობას არ დაემსგავსებოდა. ასე დაიბადა საგრადა ფამილია. 1883 წელს გაუდიმ ტაძრის პროექტი ჩაიბარა და სიცოცხლის ბოლომდე მასზე მუშაობდა. ეს არ იყო მხოლოდ არქიტექტურული პროექტი, ეს მისი ცხოვრების მისია გახდა. მან ტაძრის შიდა სივრცე ისე დააპროექტა, რომ ადამიანი ქვის ტყეში მოხვედრილიყო. უზარმაზარი სვეტები ხეების ღეროებს გავს, ხოლო ჭერი ერთმანეთში გადახლართულ ხის ტოტებს. გაუდი ხშირად ადიოდა მშენებლობის მოედანზე და საათობით აკვირდებოდა სამუშაოებს. მას სჯეროდა, რომ ეს ტაძარი მის შემდეგაც იცოცხლებდა. ერთხელ, როდესაც კითხეს, ანაღლებდა თუ არა ის, რომ მშენებლობის დასრულებას ვერ მოესწრებოდა, უპასუხა: ჩემი კლიენტი არ ჩქარობს. კლიენტში კი ღმერთს გულისხმობდა. ტაძარის სიცოცხლეს თანამედროვეობაშიც აგრძელებს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ნაგებობა. 2026 წლის 10 ივნისს არქიტექტორ ანტონიო გაუდის გარდაცვალებიდან 100 წლის თავზე 140 წლიანი მშენებლობის პროცესი დასრულებულად გამოაცხადეს. ყველასთვის ცნობილი ბარსელონას საგრადა ფამილია ყველაზე მაღალი ტაძარი გახდა მსოფლიოში. მისი სიმაღლე ცენტრალურ კოშკზე ჯვრის აღმართვის შემდეგ 172,5 მეტრს შეადგენს. საგრადა ფამილია გაუდის რწმენის გამოხატულებაა, კასა ბატლო კი მისი ფანტაზიის ნამდვილი ზეიმი. შენობა ერთი შეხედვით ზღაპრის დეკორაციას გავს, მის ფასადზე თითქმის არც ერთი სწორი ხაზი არ არსებობს. აივნები თავის ქალებს წააგავს, სვეტები ძლებს, ხოლო სახურავი უზარმაზარი დრაკონის ზურგს. ამბობენ, რომ გაუდი შთაგონებული იყო წმინდა გიორგისა და დრაკონის ლეგენდით. შენობის თავზე აღმართულ კოშკს מחვილის ფორმა აქვს, თითქოს წმინდა გიორგი დრაკონს ამარცხებს. ამიტომ ბევრისთვის ეს შენობა უბრალოდ ნაგებობა კი არა, ქვით მოთხრობილი ლეგენდაა. გაუდის კიდევ ერთი შედევრი, კასა მილა, იმდენად უჩვეულო აღმოჩნდა, რომ მისი დასრულების შემდეგ ადგილობრივებმა დაცინვა დაიწყეს. ისინი შენობას ქვის კარიერს ეძახდნენ, რადგან ფასადი უზარმაზარ კლდეს გავდა. თუმცა დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ გაუდი მომავალს ხედავდა. შენობის კონსტრუქცია თავის ეპოქას 10 წლეულებით უსწრებდა. დღეს კი მისი სახურავი, სადაც საკვამურები უცნაურ ჩაფხუტიან მეომრებს გავს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგრაფირებულ ადგილად ითვლება. ალბათ ყველაზე საინტერესო ისტორია გუელის პარკს უკავშირდება. თავდაპირველად ეს ადგილი მდიდრებისთვის განკუთვნილი ელიტური უბანი უნდა ყოფილიყო. პროექტში ათეულობით ვილა იყო დაგეგმილი, თუმცა ჩანაფიქრმა ვერ გაამართლა. სახლების ყიდვა თითქმის არავის სურდა. მარცხი, რომელიც სხვას გააჩერებდა, გაუდიმ ხელოვნებად აქცია. მან ტერიტორია ფერადი მოზაიკებით, უცნაური ფორმებითა და ქვის ტალღებით გაავსო. დღეს პარკის ცნობილი მოზაიკური სალამანდრა ბარსელონას ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება, ხოლო მილიონობით ტურისტი სწორედ ამ პროექტის სანახავად მიდის, რომელიც ერთ დროს წარუმატებლად მიიჩნეოდა.
ანტონიო გაუდი სიცოცხლის ბოლო წლებში სულ უფრო განმარტოვდა. მან მთლიანად საგრადა ფამილიას მიუძღვნა თავი, უბრალო ტანსაცმელს ატარებდა ფუფუნებას,ერიდებოდა და ხშირად ქალაქში ფეხით დადიოდა. 1926 წელს, როდესაც ქუჩას კვეთდა, მას ტრამვაი დაეჯახა. დაუდევრად ჩაცმული მოხუცი გამლელებმა თავდაპირველად მათხოვრად მიიჩნიეს და ვერავინ წარმოიდგინა, რომ დაშავებული კაცი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ გაუდი გარდაიცვალა. დღეს ის იმავე ტაძარში განისვენებს, რომელსაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი მიუძღვნა. გაუდის მემკვიდრეობა მხოლოდ არქიტექტურა არ არის. მან დაამტკიცა, რომ შენობა შეიძლება იყოს ცოცხალი, ემოციური და ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი. და შესაძლოა სწორედ ამიტომ თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც ანტონიო გაუდის ნამუშევრები მომავლიდან მოსულ ქმნილებებს გავს.